ყველა ფილოსოფოს თავის ნიშა აქვს, აზროვნების ცენტრი, რომლის გარშემოც იგება მისი ფილოსოფია. მერაბ მამრდაშვილის ნიშა აწყპუო. ერთხელ უთქვამს, მე არ შემიძლია ვწერო, ძალიან სულელი გამოჩნდები, ხოლო როდესაც ვსაუბრობ, აზრს ვბადებ. რას ნიშნავს აზრის დაბადება თუ არა აზრის ავთენტურად შობას? ამიტომაც მამრდაშვილი მიუკერძოებელი აღმწერია აწყპო ცნობიერებისა. წარმოგიდგენთ კვირის წიგნის რუბრიკის პირველ წიგნს. მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან. ავტორი მერაბ მამრდაშვილი. მეორედ როგორ დავიბადო? დედის მუცელში ხომ არ დაუბრუნდები? ეკითხება ნიკოდემოსი ქრისტეს. რა მწირი შეკითხვაა რა? წიგნში სწორედ მეორედ დაბადების ფენომენს განგვიმარტავს მამრდაშვილი. ადამიანები იბადებიან და უკვე არსებულ იდეოლოგიებს, მოცემულ ჭეშმარიტებებსა და გაწერილ ცხოვრების პროგრამას მიჰყვებიან დაეჭვების გარეშე. მე მოვკვდი უკვე ჩემი პირადი ფიქრისთვის, დავბადებულიყავი ადამიანად და შემექმნა ჩემი პირადი აზრი სხვას გადავაბარე, ამბობს მამრდაშვილი. და გვეკითხება, შენია ეგ პატრიოტიზმი, შენია ეგ ჭეშმარიტებები? გამოიცანი ისინი შენივე ფიქრთა ნაკადის კვალდაკვალ, თუ უბრალოდ სხვათა პროგრამაში ცხოვრობ. შენ როგორც ადამიანი მკვდარი ხარ, სანამ ჭეშმარიტებებს არ დაუეჭვდები და თავად არ დაბადებ მათ. თუნდაც ეს ჭეშმარიტებები ღმერთი და სამშობლო იყოს. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, თუ უმაღლეს ღირებულებად აყენებს ჭეშმარიტებას. სწორედ ის ქმნის ინდივიდს და სახელმწიფოს, რომლებიც ღირებულებისგან გამოცლილ ფუტურო ჭეშმარიტებაზე კი არა სინამდვილეზეა დაშენებული. მამრდაშვილმა ბრძოლა გამოუცხადა ყოველივე ყალბს და მექანიკურს და მთავარ ღირებულებად დააყენა მეორედ შობილი ადამიანი, რომელიც იშვება მარტოობაში, არც ისტორიის გაკვეთილზე და არც დედის მუცლიდან გამოსვლისას, არამედ იშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც იწყებს თავისუფალ გაცნობიერებას, სადაც ყველა არსებული აზრი, რომელიც მზამზარეული დაგვახვედრეს, მასში იშვება ხელმეორედ, ნამდვილად, იშვება მარტო მყოფი ჭეშმარიტების სიყვარულითა და მისსავე წიაღში.